3 წლის ტყუპები ლევანი და დავითი პურის ერთადერთ ბოლო ლუკმას უყოფენ ერთმანეთს. ბავშვები შიმშილისგან გონებას კარგავენ. ამის მიუხედავად თავისთვის არ იმეტებენ პურის ნატეხს და ცდილობენ ერთმანეთში იაჭავონ. ღმერთო, რამ ხელამათლია ამ ანგელოს ძმებში. ჭედრიშვილების სახლი ხანძარში დაიწვა. 3 წლის ტყუპები ვერ მიხვდნენ, რატომ წაართვა ხანძარმა მათ საყვარელი სათამაშოები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი. ამ პატარა ანგელოზებს ერთი წყვილი თბილი ტანსაცმელიც კი არ შემორჩათ. ზამთრის ყინვაში სიცივისგან კანკანებენ ბავშვები და დამწვარ ნივთებში იქექებიან, რომ იქნებ ცეცხლს გადარჩენილი თბილი ჟაკეტი ნახონ. მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერი ნახეს. სიცივისგან გაყინული და დამშეული ბავშვები ცხელ ჩაისვამენ. ესაა მათი ერთადერთი საუზმე, სადილიც და ვახშამიც. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაა. აი ასე ყელთან მიიტანა პატარა ხელები ამ ანგელოზმა ვედრების ნიშნად. ტყუპიძმების ერთადერთი ოცნება ახლა საკვები და თბილი ტანსაცმელია. ნუ თუ ჩვენ ქართველებო უცხონი ვართ ამ პატარა ანგელოზებისთვის, ისინიც ხომ ჩვენი პატარა სამშობლო შვილები არიან. გაყინული ძმები ერთმანეთს ეხუტებიან. ბავშვების ერთადერთი იმედი ახლა მხოლოდ თქვენ ხართ, კეთილ ადამიანებო. ახლა ის დროა, როცა მთელი საქართველო უნდა გავერთიანდეთ ამ ანგელოზების გადასარჩენად. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.